გამარჯობა მეგობრებო, ჩემი სახელია ნიტა, მე ვარ 7 წლის და დღეს გავაკეთებთ კალმარის თამაშებიდან წითელი შუქი, მწვანე შუქი, მაგის მოედანს. მეგობრებო, ახლა განახებთ ჩვენ რა დაგვჭირდება. ჩვენ დაგვჭირდება წებო, მაკარატელი, სკოჩი, კბილის ჭხირები, საღებავები, ფურცლები და აი ასეთი ხის რაღაცა და ყუთები. ასეთი ყუთი. ახლა მე მოგიმზადეთ 2 ნივთი, ჭიკატი და ყუთი. აი ყუთს უნდა ქოდეს აი ესეთი ხაზები და აი ამ ხაზების შუაში ესე უნდა გავჭრათ. მეგობრებო, მე ახლა ამას ამოვჭრი და მე განახებთ რისთვის. მეგობრებო, მე უკვე ამოვჭერი და აი ესეთი გამომივიდა. ახლა უნდა დავხატოთ აქ ფურცლებზე ისინი მოთამაშეები და მე ამას არ გადავიღებ და უბრალოდ დავხატავ და მე განახებთ რა უნდა გავაკეთოთ. მეგობრებო, მე უკვე ყველა მოთამაშე დავხატე 5-ვე და ახლა უნდა ამოვჭრათ ესენი. მე ესენი გადავკეთე და ისე დავხატე, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ორმაგი. სწრაფად რის. მეგობრებო, როგორც ხედავთ, მე უკვე ყველა ამოვჭერი, ხო და აი ესე ორმაგი. უკნიდანაც უნდა გავაფერადოთ და უკნიდანაც გავაფერად, მე გეტყვი რა უნდა გავაკეთოთ კიდე. მეგობრებო, როგორც ხედავთ, მე უკვე ყველაფერი გავაფერადე უკნიდანაც და წინიდანაც და ახლა განახებთ ამის შიგნიდან რა უნდა. ამის შიგნიდან უნდა ჩავსვათ ეს კბილის ჭხირები. აი მაგალითად ავიღებთ 2 კბილის ჭხირს და აი ასე უნდა შემოვახვედოთ და შევაწებოთ. მეგობრებო, ეს შევაწებ ერთმანეთს, ახლა ავიღებ და ამათ შუაში უნდა შევდო. კბილის ჭხირი ჩავდე შიგნით და ასეთი გამოვიდა. კი ჩანს რომ შიგნით რაღაც დევს და ახლა სხვებსაც ჩავდებ შიგნით კბილის ჭხირებს და მე განახებთ რა უნდა გქნათ. როგორც ხედავთ, მე უკვე გავაკეთე და დაბლიდანაც უნდა გავუკეთოთ, რომ აი ამ ყუთში ესე შეაჭო და იარონ. აი ასეთი უნდა გამოვიდეს. კი ნახეთ დადის. ყუთი ამოჭრილი ოღონდ არ ჩანს. უკვე მე გავაკეთე 2 ცალი. რადგან ძალიან დიდი დრო უნდა ამას 2 ცალი მოვაწარე ახლა. და დანარჩენებიც უნდა გავაკეთო ახლა. უკვე 3 ცალი გავაკეთე და 2 მეგობრებო, ბოლო დამრჩა. და ასე მგონია მალე მორჩებით. მეგობრებო, როგორც ხედავთ, მე უკვე ყველა გავაკეთე. ხო და ახლა გადავდივართ აი ამაზე. ამ ხეს რაღაცა. უნდა გავაფეროთ ძალიან ღია ცისფერით. უნდა შევღებოთ ფუნჯებით. უკნიდანაც რა მხრიდანაც გინდათ. მე გადავაკარე ფურცელი იმ ხის რაღაცას და ახლა უნდა გავაფეროთ ეს ცისფრად. მე ამ 2 ფერს ვურევ ერთმანეთში და ვაფერადებ. მეგობრებო, მე უკვე გავაფერადე, როგორც ხედავთ, სულ და ამას რო სჭირდება რომ გაშრეს და მე მალე დაგიბრუნდებით. ახლავე მალე. მეგობრებო, ამასობაში დაღამდა და მე ჩავრთე ფანარი რომ კარგად გამოვჩდე. ესეც როგორც ხედავთ გაშრა, ეს ცოტა მუქი ცისფერია, იმიტომ რომ თეთრი ძალიან ცოტა მქონდა რა და ესეთი გამოვიდა. მეგობრებო, ახლა უნდა დავხატოთ ის თოჯინა და გადავკეთე. მე ახლა დავხატავ და მე გაჩვენებს რა უნდა ვქნათ. მეგობრებო, მე უკვე დავხატე ეს თოჯინა და ახლა უნდა ამოვჭრა.
მეგობრებო, მე უკვე ამოვჭერი და უკნიდან მხრიდანაც უნდა გავაფერადო. მეგობრებო, მე უკვე უკნიდანაც გავაფერადე და აი ამებში როგორც ქენი კბილის ჭხირი, ეგრე უნდა ვქნა ამაშიც. ერთი კი ეყოფა. მეგობრებო, მე უკვე გავუკეთე და აი აქაც შევარჭე ეს. ეს რა კბილის ჭხირინა? მეგობრებო, ამ ხის ტოტს ვიღებ და აი აქ ეს უნდა დავაწებოთ. მეგობრებო, მე უკვე დავაწებე და აქ უნდა დავხატოთ ფუნჯებით ესეთი ტოტები, ან ფლომასტერებით, რითაც გინდა. მეგობრებო, მე უკვე ფლომასტერებით დავხატე ეს. ვიღებთ ამ ყუთს, ამასაც ვიღებთ, ხო და აი ეს უნდა დავაწებოთ. მეგობრებო, დავაწებე, მაგრამ სკოჩი ისეთი რაღაცა რომ, ანუ წესიარად ვერ დავაკარე და ეს რაღაცაზე უნდა მივაყუდო. მეგობრებო, ამას შეუძლია აი ესე რომ იტრიალოს, შეტრიალდეს და ესე შემოტრიალდეს. მეგობრებო, მე ახლა უნდა ჩავარჭო ყველა მოთამაშე. ბიჭო. ახლა დაგვიბრუნდებით. ესეთია, ჩავარჭე ყველა მოთამაშე. მეგობრებო, აი ასეთი გამოვიდა ჩემი დაფა, იმედია მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ეს ვიდეო, თუ არა ასკროლეთ. და ახლა ჩვენ ვითამაშებთ სოდას. გაიმარჯვა ამან.